ივლისის მეორე ნახევარი და აგვისტოს სინოპტიკოსთა ცნობით განსაკუთრებით ცხელი იქნება. მომდევნო დღეებში ტემპერატურა 35 გრადუსს გადააჭარბებს. მეტი სითხე მზეზე ყოფნისგან თავის არ იდება. სუბუქი ფერადი ჩაცმულობა. სპეციალისტთა რჩევით ამ ყველაფრის გათვალისწინება წლის ყველაზე ცხელი პერიოდის გადატანაში დაგვეხმარება. განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ ქრონიკული პაციენტები, მოხუცები და ბავშვები. აღნიშნულთან დაკავშირებით რეკომენდაციები გამოაქვეყნა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმაც. რჩევების ნაწილია ასევე საცხოვრებელ გარემოში შეძლების დაგვარად სიგრილის შენარჩუნება და კვებასთან დაკავშირებული საკითხები. მაღალი ტემპერატურების მომატებასთან დაკავშირებით მატულობს ზოგადად ისეთი დაავადებები, როგორიცაა საკვებისმიერი ინტოქსიკაციები და დიარეული დაავადებები. მოგეხსენებათ, მაღალ ტემპერატურაზე გაძლიერებული არის დუღილის მდგომარეობა, ბაქტერიები სწრაფად მრავლდებიან და მეტი არის შემჟავების შანსი. აქედან გამომდინარე, საკვებს, რომელსაც მოსახლეობა მიიღებს, უნდა იყოს თერმულად სწორად დამუშავებული და ასევე სწორადვე უნდა იყოს შენახული, ანუ სამაცივრე პირობებს გულისხმობ ამ შემთხვევაში. სხვა ჰაერის ტემპერატურის მომატებასთან დაკავშირებით ასეთი რეკომენდაცია არის, რომ ადამიანებმა რაც შეიძლება მეტი რაოდენობის გამაგრილებელი სითხეები, სასმელები მიიღონ, მოერიდონ პირდაპირ მზის სხივების ქვეშ სიარულს, თუ ეს აუცილებელი არ არის და განსაკუთრებით იმ დროს, როცა დღეღამური ტემპერატურა ყველაზე მაქსიმუმს აღწევს. ეს მოგეხსენებათ არის შუადღიდან დაახლოებით 12-დან 3-4 საათამდე. და თუ ეს აუცილებელია, რომ გარეთ მოხვდეთ, სხეული უნდა იყოს მთლიანად დაფარული, დასასრულელია იყოს ბუნებრივი ქსოვილით, კლავები უნდა იყოს დაფარული და ასევე თავზე შესაბამისი ქუდი, შლიაპა ან ქოლგა. კლინიკა ფერომედის სამშობიარო განყოფილებაში სიახლეა. შვილის გაჩენის პროცესის დადებითად წარმართვის აუცილებლობასთან ერთად მშობიარეს, რომ ოჯახური გარემოს შთაბეჭდილება დარჩეს, განყოფილებაში VIP პალატა მოეწყო. სამედიცინო დაწესებულებაში ჩვეულ ყურადღებასა და კეთილგანწყობას, როგორც მედიცინის დოქტორი კოტე ბოჭორიშვილი გვეუბნება, სწორედ ეს დეტალი დაემატა, რაც თავის მხრივ მეტ კომფორტს ქმნის. მისივე თქმით, რეგიონში მოქმედ კლინიკებს შორის მსგავსი სამედიცინო შეთავაზება პირველი შემთხვევაა. სამშობიარო ფერომედში სიახლეა ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს დაგვტონება VIP პალატის, ეგრეთ წოდებული VIP პალატის გაკეთებისა და ჩვენ პრაქტიკულად მივიღეთ სულ რამოდენიმე დღეა VIP პალატის ნებართვა, რაც გამოიხატება იმაში, რომ თავდღმურს მაგალითად 24 საათის განმავლობაში შეუძლია იყოს თავისი მელოგინის გვერდში მოეხმაროს, ღამე გაათიოს, ყველაფერნაირად გვერდში დაუდგეს. რა თქმა უნდა, იმერეთის რეგიონში ჩვენ ვართ პირველები, რომლებმაც ეს დავიწყეთ, პრაქტიკულად გვყავდა უკვე პაციენტი, რომელიც მინიმალური თანხა პრაქტიკულად გადასახდელი ძალიან ბევრი არაფერი მithundes, რომ მშობიარობა უფასოა, საგეზრო კვეთა უფასოა აბსოლუტურად ჩვენთან, თუ რა თქმა უნდა მოთხოვნით არ გაიკეთებს ოპერაციას, მაგრამ თავარი არის ის, რომ აქ ექნება კომფორტული გარემო, ყველა პალატაშია კომფორტული გარემო, მაგრამ ის, რომ თავდღმური ჩვენთან არის 24 საათის განმავლობაში, ეს იშვიათი მოვლენაა. ოჯახში იყო ტრადიცია ყოველ გიორგობას 23-ში და 6-ში დავდიოდით გოგოში. და იქ მომეწონა ეს იდეა, შებმული იყო ესე ხეზე და ნატურას სურვილებს უთქვავდნენ. გადავწყვიტე ახლა გოგნიკი წმინდა ადგილია და ყველა პატივსცემს და რაღაცა და ვიფიქრე, რომ ეს სურვილები, უბრალო სურვილები შეიძლებოდა ჩვენ რაიონში და ასე ლამაზად ამომერჩია ხე. რახან ყველაზე ლამაზი არის ბროწეულის ხე, უკავშირდება ნატრის ხეს, მარიტას, სილამაზეს და გადავწყვიტე, რომ ამერჩია ეს ადგილი მეც და ჯერ დავიწყე სახელგამითონ იას ვართმედი პატარა ტისონკებს, ესე. ნუ რომ მივხვდი მე რომ ეს ტისონკები არ იყო იმდენად მომგებიანი, რომ ვერ დატვირთავდი. მე იქ ნინომ დამეხმარა მკერავი, ჩავედი და ნინო მევთხარი არ გადაყარო მეთქი ეს ნაჭერი მონაჭრელები ყველაფერს მე მაქვს სურვილი რაღაც გავაკეთო მეთქი და დავიწყე სახელგამიდან გადავინაცვლე ნინოსთან სამკერვალოში და გამოვართვი ნინოს ეს ნაჭრები და ასე
ყველა ნაჭერს აქვს თავისი სურვილი, თავისი ჩაფიქრებული მაქვს. ნუ რას უკავშირდება ის ლურჯი ფერი, რომელიც ზევით დომინირებს. აი ის ლურჯები საქართველოს ევროპაში შესვლის თარიღს უკავშირდება. ნუ მაინც ის ფერით აღვნიშნე. ნუ ახლა ზოგში ჩემი ამხანაგების ნატრები მაქვს, ზოგი ერთი ჩემი ახლობლის ეს მელნისფერი დაბადების დღეს უკავშირდება და ასე ყველაფერს თავისი ისტორია აქვს და სულზე პირაც ვიცი ახლა აქ რომელ თასმაში რა პატივისცემა და სიყვარული და მეგობრობა არის ჩემი მეგობრების მიმართ. გულში ამას ვერ დაიტოვ და ვიფიქრე ნატრის ხაზე მაინც დავატოვე და ავდექი და ასე გამოვხატე ჩემი ქალაქის, ჩემი მეგობრების და ჩემი ახლობლების სიყვარული. თავიდან ვფიქრობდი რომ ამას არ მიიღებდა მოსახლეობა, მაგრამ მე ერთ ძირითადად ღამე ვაკეთებ. დღე არ ვაკეთებ ამას, ღამე ქალაქი რო წყნარდება, მშვიდდება, ვაბამ თასმას მე ვჯდები იქ და მივჩერებია რამ ნატრის ხეზე ზემოდან ბავშვები მიყურებდნენ და ჩამოვიდნენ და მითხრეს ნანადედა მოგეხმარებით და იმათ მათ შეაბეს. მე მივხვდი რომ ყველა ბავშვი აბავდა, იმიტომ რომ ისე დაიხუნძლა ხე, ადგილიც აღარ არის. ახლა აქ არის სამი განშტოება. და ეს ცოტა ის არის, მინდა რომ შევკრა მაკა კიკნაძე ვთხოვე, მაკა ხელნაკეთი მას ნითებს, აკეთებს რომ ლამაზი ფოისა ანახეთქი. მინდა რომ აქ წარწერები გავაკეთო სიკეთის, სილამაზის და ერთგულების ხე. და მინდა ასე გადაიღოს ყველამ და ეს სკვერებიც ალბათ მოწესრიგდება დროთა განმავლობაში და არ ექნება ასეთი მოუწესრიგებელს ხვდავ ხოლმე კიდევაც. რა ვიცი. რაც შევძელი, ეს არის. სხვა ქალაქს ვერაფრით ვერ დავეხმარე, თუ კი ვინმეს რამე მოეწონება და იდეა კარგია, შეუძლია ყველამ, მინდა რომ ყველა ქალაქში იყოს. აგითა რომელი მოსწავლე? ბევრი. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის წმინდა ადგილი, არ არის დაკავშირებული არანაირ სალოცავთან, რაღაცეები წინად გრძნობით, ისეთნაირად ინტუიციით გრძნობდი, რომ ეს გამოვიდოდა ეს საქმე და ბევრი გამოვიდა. ჩემ პირად ცხოვრებაში და ჩემ ახლობლებშიც. ქალაქს იმას ვიტყვი, რომ მინდა იყოს სიწყნარე, სიმშვიდე, არ შევჭამოთ, არ დავჭამოთ ერთმანეთს და გვიყვარდეს ერთმანეთი. ძალა ერთობაშია, თუ კი ჩვენ ერთმანეთს ხელს შევკიდებთ, ასე ერთგულად და ასე ერთიანად ვიქნებით, ჩვენ ქალაქში ყველაფერი გამოგვიყვება. კადრებში ახლა ზესტაფონელი მოზარდი ძიუდოისტის დაჩი ჭანტურიძის ორთაბრძოლას უყურებთ, სადაც ის მესამე საპრიზო ადგილის მოპოვებას ცდილობს. მან 5-დან 4 მეტოქის დამარცხება შეძლო და ლიდერთა სამეულში მოხვედრისთვის გამართული ფინალი მოიგო. დაჩი 46 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. ვიყავი თურქეთში ვიმყოფებოდით 5 დღე. თურქეთში გაიმართა ჭიდაობა, ოლიმპიადა, ვიჭიდავი 5 შეხვედრა, მოვიგი 4 და წავაგე 1. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგით და მადლობას ვუხდი ჩემს ტრენერს კობოდანიკა სვიანაძე. აზერთან წავაგე მე-4 შეხვედრა, მანამდე კიდე ვარჯიშობდი, ვამუშავებდი ფიზიკურად და კიმონოში ილეთებს ვამუშავებდი. მიუხედავად იმისა, რომ მესამე ადგილი ავიღე, თვლი რომ ეს ძალიან დიდი მიღწევა. 2015 17 წლებში დაბადებულ მონაწილეთა შორის კიდევ ერთმა ზესტაფონელმა ლაზარე შარიქაძემ შეძლო მესამე საპრიზო ადგილზე გასვლა, რომელიც 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. აღნიშნული ტურნირი თურქეთში ქოჯაელში გაიმართა და მასში 25 ქვეყნის მოზარდი ძიუდოისტი გოგონა და ვაჟი მონაწილეობდა. ზესტაფონი ამ ასპარეზობაში 4 ძიუდოისტით იყო წარმოდგენილი, მათ შორის 2-მა საპრიზო ადგილზე გასვლა შეძლო.